მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ ყველანი. ცოტა პაუზა გამომივიდა, საკმაოდ რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა მქონდა. გავცივდი, ამიტომ ვერ ვახერხებდი თქვენთვის ვიდეოების ჩაწერას, თუმცა ახლა უკვე ძალიან კარგად ვარ, ამიტომ განვაახლებ ეზოთერიულ შემეცნებითი ვიდეოების თქვენთვის ჩაწერას. ჩემო ძვირფასებო, დღეს მინდა ვისაუბრო არაკეთილის მსურველებზე. ხა რატომ ვლაპარაკობ საერთოდ ამ საკითხზე? რა შუაში არიან არაკეთილის მსურველები ჩვენს არხთან? რატომ ვწერ ამ თემასთან დაკავშირებით ვიდეოს? არაკეთილის მსურველები ყურადღება მისაქცევები არიან და არ უნდა დახუჭოთ თვალი ასეთ ადამიანებზე. არავითარ შემთხვევაში. დღეს მინდა ვილაპარაკო რატომ? რატომ არიან ყურადღება მისაქცევი, რატომ უნდა დავფიქრდეთ ასეთ ადამიანებზე, რატომ? იმიტომ ჩემო ძვირფასებო, რომ პირველ რიგში ადამიანი თუ მით უმეტეს სიყვარულშია გაზრდილი, მას არ უნახავს ბოღმა, შური, დარდი და ის არის სიტკბოში, სიყვარულში, სიკეთეში გაზრდილი, თუ ამ ადამიანს სახლში არ უნახავს, როგორ ლანძღავს მისი მშობელი მაგალითად სხვის შვილს, როგორ განიკითხავენ სხვებს, ან როგორ შურთ სხვების და ეს ბავშვი ყოველთვის მხოლოდ სიყვარულს, სითბოს იღებდა, ძალიან დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ როდესაც გაიზრდება და შეეჩეხება ნამდვილ ბოროტებას, შურს და ეს აუცილებლად მოხდება, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს ბავშვი დაისტრესოს. ანუ ბავშვი უკვე გაზრდილი ადამიანი ამ შემთხვევაში. დაისტრესოს და ძალიან დიდი შოკი მიიღოს რეალურად. ამიტომ ხა რა ძალა აქვს ზოგადად არაკეთილის მსურველებს. არაკეთილის მსურველი რეალურად არის ძალიან ბოროტი ადამიანი, ისედაც საწყალი და საბრალო ადამიანი თვითონ, იმიტომ რომ ბოროტებაში, შურში და ღვარძლში ცხოვრობს და აქვს რაღაცა თავისი აზროვნების აი ესეთი ჩარჩო, თუ აი ამ ჩარჩოში ჯდები შენ, მაშინ კარგი გოგო ხარ, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ თუ ამ ჩარჩოს გადასცდი, უკვე იწყება შენი ლანძღვა, იწყება შენი დამცირება, იწყება შენი დაბულინგების, დაკომპლექსების სურვილი. და ამ პროცესს ახორციელებენ შემდეგ ეს ბოროტი ადამიანები. არაკეთილის მსურველები შეიძლება ყვავდეს ნებისმიერ ადგილას, სამსახურში, სასწავლებელში, სახლში. არაკეთილის მსურველი შეიძლება იყოს ძალიან ახლო ნათესავი, სისხლით ნათესავი, რომელსაც რეალურად შურს თქვენი სამწუხაროდ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი შვილებით იბოღმებიან და სკდებიან და სხვის შვილებს მტრობენ მარტო, იმიტომ რომ თავიანთ შვილებზე მეტი არიან. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, არაკეთილის მსურველი თავს არ გამოხატავს მაშინ, როცა კარგი პერიოდი გაქვს, ბედნიერი ხარ, წარმატებული ხარ. არა, არაკეთილის მსურველმა შეიძლება მოგილოცოს, წარმატება გისურვოს, გითხრას, რომ ძალიან გაუხარდა შენი წინსვლა, შენი წარმატება. მაგრამ ენერგეტიკულად ყოველთვის იგრძნობთ იმ ადამიანს მართლა უხარია თუ არა თქვენი წარმატება და ასევე თვალები არასდროს ცდებიან. თვალებში ყოველთვის იგრძნობთ იმ ბოროტებას, რაც მათში არის. უბრალოდ დაკვირვება სჭირდება ამ ყველაფერს და
პრობლემა სწორედ ის არის, რომ ჩვენ ხშირად უპირობოდ ვენდობით ადამიანებს და არ ვაკვირდებით მათ თვალებს, მათ ენერგიას, მათ დამოკიდებულებას. არაფერს არ ნიშნავს, მეგობრებო, მათ მიერ გაკეთებული სიკეთე. ზოგჯერ ადამიანები სიკეთეს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ დაინახო, მადლობა გადაუხადო და თქვა, რომ აი რა მაგარი ადამიანია და რა კარგი ადამიანია, იმიტომ რომ კარგად მომექცა, იმიტომ რომ დამეხმარა. ამით იმ ადამიანების ეგოს ავსებთ. მათ მეტი არაფერი არ სჭირდებათ. სინამდვილეში თქვენი კარგად ყოფნა კი არ სჭირდებათ. საკუთარი გაუცნობიერებელი თავისთვის და გარშემო მყოფებისთვის ცდილობენ, რომ იმსახიობონ, რომ შემდეგ ვიღაცებმა დაიჯერონ და ილაპარაკონ, რომ ირა კარგი გული აქვს ამ ადამიანს. არაკეთილის მსურველისგან იმ ნამდვილ შხამს, ბოროტებას, მხოლოდ მაშინ იგემებთ, ჩემო ძვირფასებო და მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ, როდესაც ძალიან გაგიჭირდებათ ცხოვრებაში და ადამიანები, რომლებიც მანამდე გიღიმოდნენ, გიცინოდნენ, ადამიანები, რომლებიც მანამდე თქვენი ადამიანები გეგონათ, აღმოჩნდება, რომ აი ამ დროს, როცა ყველაზე მეტად გიჭირთ და ელოდებით მათგან მხარდაჭერას, იმიტომ რომ მათ ხო სულ უყვარდით, ხო სულ გიცინოდნენ, სულ გეფერებოდნენ და ეხლა წესით რთულ პერიოდში მაგათ უნდა მოგხედონ, ხო ესია? აი როცა გაგიჭირდებათ, მაშინ გამოჩნდება მათი ნამდვილი სახე. იმიტომ რომ არა თუ თქვენთან მოვლენ თქვენს დასახმარებლად და ფეხზე წამოსაყენებლად, არამედ თქვენთან მოვლენ იმისთვის, რომ დაცემულზე, იმიტომ რომ ფეხზე მდგარს ვერ მოგერეოდნენ, ამიტომ ბრძოლაც ვერ დაიწყეს. დაცემულზე ჩაგარტყან წიხლი, მხოლოდ ამიტომ მოვლენ. მერე იწყება ადამიანის ცხოვრებაში შოკი, რომ ტყუილში მიცხოვრია ამდენ ხანს, რომ თურმე ეს ადამიანები რომ იცინოდნენ, ესენი ვინ ყოფილან, საერთოდ, ხო, როგორი არაკეთილის მსურველები ყოფილან, თურმე და სად ვცხოვრობდი, ტყუილში ვცხოვრობდი და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ, არაკეთილის მსურველი სამწუხაროდ შეიძლება იყოს შეუმდგარი მშობელი, შეუმდგარი და ჩაბოღმილი ნათესავი, ძალიან ახლო ნათესავი, მათ შორის ისიც, რომელთა ხელშიც, რომელთა თვალწინ და რომელთან ერთადაც გაიზარდეთ. იმიტომ რომ ამ ადამიანს თქვენი შურს, იმიტომ რომ არ აქვს ის, რაც თქვენ გაქვთ და თქვენ კიდევ ისეთი გახსნილი და გულწრფელი და ალალი შეიძლებოდა ყოფილიყავით მათთან, რომ ერთი წამით სიზმარშიც კი არ დაგესიზმრებოდათ, კი არა, ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოიდგენდით, რომ ამ ადამიანებს თქვენი არაკეთილის მსურველების სიაში ნახავდით. მაგრამ ცხოვრება ყველას თავის ნიღაბს ჩამოგლეჯს და ჩვენ ყველას ნამდვილ სახეს დავინახავთ, აუცილებლად. და რატომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ჩვენი არაკეთილის მსურველები? ზუსტად იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როცა თქვენთვის საყვარელი და თქვენთვის საიმედო ადამიანების სიაში არ აღმოაჩინოთ ბევრი არაკეთილის მსურველი და გულმა არ დაგარტყათ. იმიტომ რომ აი ესეთი გაცნობიერება, ხო, როდესაც ხვდები, რომ დიდ სიყალბეში, დიდ სიცრუეში ვიცხოვრე, როდესაც ძალიან ბევრი არაკეთილის მსურველი აღმოვაჩინა ჩემთვის საყვარელ ადამიანებში, რომელთა იმედიც მქონდა, რომელთა მიმართაც სიყვარული მქონდა, უპირობოდ ვენდობოდი, ეს ძალიან მძიმეა ფსიქიკისთვის, რომ გადახარშოს და გადაიტანოს. ამიტომ რატომ უნდა ვიცხოვროთ სიცრუეში, როცა სიმართლეს მაინც გავიგებთ ადრე თუ გვიან,
და რატომ არ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი უფრო ადრე? ხომ ესია? იმედი მაქვს ამ ვიდეოს შემდეგ დაფიქრდებით მეგობრებო, დაფიქრდებით და გააცნობიერებთ იმას, რომ ტყუილში ხომ არ ვაცხოვრებ ჩემს თავს და მოდი კარგად დავფიქრდები, მართლა ვის უხარია ჩემი წარმატება და ვის არ უხარია. შეიძლება მხოლოდ 1, 2, რა ვიცი, 3 ადამიანი დაგრჩეთ ცხოვრებაში, ვისაც მიხვდეთ, რომ მართლა უხარია თქვენი წარმატება, რომ გვერდში დაგიდგებათ ყოველთვის, როცა თქვენი დაცვა გახდება საჭირო. გვერდში დაგიდგება ყოველთვის, როდესაც ძალიან მძიმე პერიოდი გაქვთ და ყველა ქვებს გესწრით. ეს ადამიანი უნდა გადაგეფაროთ. თუ ამას არ გააკეთებს, ის არ არის თქვენი კეთილის მსურველი. არ არის ის თქვენი ერთგული ადამიანი, ვისაც იმედები უნდა დაამყაროთ. ამიტომ მოდი აბა დღეიდან კარგად დაფიქრდით ჩემო ძვირფასებო და კარგად გაანალიზეთ თქვენ ირგვლივ რომ ადამიანები არიან, რომ გიყვართ, რომ უცინით, რომ გიცინიან. მართლა თქვენი კეთილის მსურველები არიან და ყველაფერში გვერდით დაგიდგებიან, თუ არ არიან თქვენი კეთილის მსურველები და ყველაფერში გვერდით არ დაგიდგებიან და პლუს არა მხოლოდ არ დაგიდგებიან, არამედ ზემოდან დაგიმატებენ კიდეც, როდესაც დაეცემით. დღეს კი ვნახოთ აი ამ შესავლის შემდეგ ნახოთ, ვინ არიან თქვენი არაკეთილის მსურველები. მოდი, ამ შემთხვევაში მინდა გავაკეთო. თქვენ იმაზე დაფიქრდით, ვინ შეიძლება არ იყოს თქვენი კეთილის მსურველი თქვენს ცხოვრებაში. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ დედიკო ამას გეუბნებათ, მამიკო ამას გეუბნებათ, რომ ის ცუდია, ეს ესეთია. არა, თქვენ შინაგანად დაფიქრდეთ, საკუთარ თავს კითხეთ. რეალურ პასუხებს მხოლოდ მანდედან მიიღებთ, თორე მშობელს სხვა ემპირიული გამოცდილება აქვს, იმას სხვა გამოცდილება აქვს და ამაზე დაყრდნობით საუბრობენ, თორე პირადად თქვენთვის ვინ არის არაკეთილის მსურველი, ეს მხოლოდ თქვენი შინაგანი ამბავია. ეს შეიძლება მშობელს ემტარებოდეს ადამიანად, თქვენს მშობელს ვერ იტანდეს ვიღაც, ან დას, ან ძმას, მაგრამ თქვენ ძალიან უყვარდეთ და თქვენთვის არ იყოს სუდის სურვებელი და გამკეთებელი. ამიტომ მოდი თქვენ დაფიქრდით იმაზე, ვინ არის თქვენი არაკეთილის მსურველი. დავუსვით თქვენს თავს ეს შეკითხვა და პასუხები აუცილებლად მოვა. დაფიქრდით ამ საკითხზე, რომ არ იცხოვროთ ტყუილში. თუ ფიქრობთ, რომ ახლა ტყუილში ცხოვრობთ, არ გააგრძელოთ ტყუილში ცხოვრება, არ გააგრძელოთ. არაკეთილის მსურველი მეორე. პირველი, აი ეს ბეჭედი თეთრი გულით. მეორე, შავი ბეჭედი. დაფიქრდით, უფრო სწორად, შეიგრძენით არკანები, შეგიძლიათ დახუჭოთ თვალები. კითხოთ საკუთარ თავს, ვინ არის ჩემი არაკეთილის მსურველი? ჩემი არაკეთილის მსურველი ამ ვარიანტშია, თუ ამ ვარიანტშია? და შემდეგ აირჩიოთ. დაგაცდით. თქვენი არაკეთილის მსურველი, იმედი მაქვს, აირჩიეთ ვარიანტი, მე კი გადავალ პირველ ვარიანტზე, ვინც აირჩია ასეთი ბეჭედი. ვინ არის თქვენი არაკეთილის მსურველი? რა საინტერესოა? არკანის შეყვარებულები. ვინ არის თქვენი არაკეთილის მსურველი? არკანის შეყვარებულები ჩვენ გველაპარაკება კაცსა და ქალბატონზე, ხო? ნუ ფაქტია, რომ
ერთ დროს ეს ადამიანი იყო თქვენი სასიყვარულო პარტნიორი, შეყვარებული, შეიძლება და ყოფილიყო მეუღლე. ადამიანი, რომელთანაც ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა. და ნუ ერთ დროს ყველაფერი ძალიან კარგად იყო. მოკლედ ერთმანეთზე შეყვარებული, წყვილი იყავით. იმასაც უყვარდით, თქვენც გიყვარდეთ და ნუ გქონდათ რომანტიული სასიყვარულო ურთიერთობა. კი ბატონო. სამწუხაროდ, თქვენი არაკეთილის მსურველი ადამიანი გახლავთ ადამიანი, რომელთანაც ან გქონდათ, ან ახლა გაქვთ სასიყვარულო ურთიერთობა. დავამატოთ. ხო, არ შეიძლება ესეთი არკანების გამოჩენა, შიშველი არკანების, იმიტომ რომ YouTube ბლოკავს, ამიტომ გვერდზე გავწევ რამდენიმე არკანს, ხო? მოკლედ, არკანის შეყვარებულები, თქვენი არაკეთილის მსურველი არის ადამიანი, რომელთანაც გქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა. გექნებოდათ რომანტიული, ვთქვათ, შეხვედრები, სექსუალური ურთიერთობაც დიდი ალბათობით. მაგრამ სამწუხაროდ ეს ადამიანი არის არაკეთილის მსურველი თქვენთვის. რატომ? ადამიანი, რომელიც ოდესღაც თქვენ მიმართ დიდი სიყვარულით იყო, განსჭვალული და გრძნობით, რატომ გახდა თქვენი არაკეთილის მსურველი? აქ მეგობრებო, პირდაპირ სცენარი ჩანს, რომ თქვენ ხართ მისგან შორს. ეს ადამიანი არის ცალკე, არის მარტო, თავის ფიქრებთან, თავის ემოციებთან, თავის გრძნობებთან. ფიქრობს, რომ თქვენ მასზე მეტად კარგად გრძნობთ თავს ამ ეტაპზე, ანუ თქვენ უფრო კარგად ხართ, ვიდრე ის არის. შეიძლება იმასაც ფიქრობდეს, რომ გარკვეულ რთულ, ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩავარდა თქვენ გამო, იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაც უკმაყოფილების გამო წავიდა თქვენგან. მოკლედ, აქ არის ჩვეულებრივი სცენარი, რამდენიმე ადამიანთან პირდაპირ ეს სცენარი იქნება და რამდენიმე ადამიანთან იქნება სახეც თვლილი, მაგრამ თქვენ მიხვდებით, ვინ არის ეს ადამიანი. თქვენი არაკეთილის მსურველი არის მამაკაცი ქალბატონობის შემთხვევაში და პირიქით, მოკლედ, თქვენ სქესს მოარგეთ. ადამიანი, რომელთანაც გქონდათ წარსულში სასიყვარულო ურთიერთობა და ამ ადამიანს მართლა გულწრფელად უყვარდით. სხვათა შორის, მოდი, რადგან საჯარო გაშლა, შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორი, არამედ ადამიანი, რომელთანაც მართლა გქონდათ ძალიან გულწრფელი, ძალიან თბილი, ძალიან კარგი ურთიერთობა. ესე იგი, ერთ დროს თუ სულიერად, ყველანაირად ახლოს იყავით ადამიანთან, ხო? აბსოლუტურად ენდობოდით, აბსოლუტურად გულწრფელი ურთიერთობა თუ გქონდათ, შეიძლება ვთქვათ, ამ შემთხვევაში აქ პარტნიორული ურთიერთობა არის, მაგრამ ჩვენ განვაზოგადოთ, შეიძლება და ყოფილიყო მეგობარი, ნათესავი, ახლობელი, ვისთანაც ძალიან ახლოს იყავით. ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი, ძალიან დიდი გრძნობები შესაძლებელია დრო, დიდი სულიერი სიახლოვე გაკავშირებდათ ერთმანეთთან. თუმცა ამ ეტაპზე თქვენ სხვაგან ხართ,
თქვენ უყურებთ თქვენს ფინანსებს, თქვენს წარმატებას, თქვენს კომფორტს, თქვენს კეთილდღეობას, რომ არ მოგაკლდეთ, თქვათ, ფინანსები, ტანსაცმელი, არ მოგაკლდეთ კეთილდღეობა და ეს ადამიანი კიდევ უბრალოდ წერს და თავის განვლილ ცხოვრებას აანალიზებს. ეს ადამიანი ვერ გამოდის ერთი და იგივე წრიდან. აი ესე წრეზე დადის ფიქრის, ანალიზის რეჟიმის წრეზე დადის და ცხოვრებაში ვერ ქმედებს. თქვენ ქმედებთ, თქვენ რაღაცებს აკეთებთ თქვენი ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს ადამიანი ვეღარ მოქმედებს, არის პარალიზებული, არის შეპყრობილი თავისი ფიქრებით, აქვს აკვიატებული ფიქრები, აკვიატებული. თქვენ გამო, თვითონ თვლის, რომ ეს ყველაფერი არის თქვენ გამო. ამიტომ ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ძალიან უყვარდით, ახლა თქვენ მიმართ ძალიან ცუდად არის განწყობილი და არის არაკეთილის მსურველი. ფიქრობს, გადანაშაულებთ იმაში, რომ თავის ნეგატიურ ფიქრებში, დარდებში, გაყინულ ცხოვრებაში დამნაშავე ხართ თქვენ. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ემოციური დანაკლისი განიცადა თქვენთან, თვითონ ასე გრძნობს და ასე თვლის და ამის გამო წავიდა. რაღაც ძალიან ეტკინა, ძალიან ეწყინა, ვეღარ მიიღო ის შესაბამისი გრძნობა, ემოცია, სულიერი სისავსე, მთლიანობა, რაც მანამდე გქონდათ. აი, თითქოს მანამდე, რომ იყავით ერთნი, რომ იყავით ბედნიერები, იყავით ლაღები, სუფთები, უზიარებდით ერთმანეთს გულწრფელ სიყვარულს, აი ეს რაღაც მომენტში დამთავრდა მისთვის დიდი დანაკლისის შეგრძნება განიცადა და ამიტომ გულდაწყვეტილი წავიდა თავის ცხოვრებაში, თავის გზაზე. და ეს გზა მისთვის ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, იმიტომ რომ მისმა გონებამ დაიწყო ავადმყოფური აკვიატებული ფიქრები. ეს ადამიანი შეპყრობილია ფიქრებით. აკვიატებულია, ფიქრობს, აანალიზებს და ვეღარ მოქმედებს. ვეღარ ფიქრობს თავის ფინანსებზე, თავის განვითარებაზე, წინსვლაზე, წარმატებაზე, ამაზე ვეღარ კონცენტრირდება. კონცენტრირდება მხოლოდ თქვენთან მომხდარ წარსულზე და იმ მოვლენის ანალიზზე, რომ იქნება რაღაცა პასუხი გამოიტანოს, იქნება რაღაცას მიხვდეს. ძალიან შეპყრობილია ეს ადამიანი ფიქრებით. დაკარგა ამ ადამიანმა დრო თქვენ გამო, ასე მიაჩნია. ძალიან ადკინეთ გული, უსამართლოდ მოექეცით, არ მიეცით ის საკმარისი სიყვარული, გრძნობა, ემოცია, ყურადღება, პატივისცემა, გვერდში დგომა, რაც ამ ადამიანს სჭირდებოდა იმ პერიოდში. აი ეს არის თქვენი არაკეთილის მსურველი. ადამიანი, რომელიც თავისი გადმოსახედიდან თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ სამართლიანად, მეგობრებო, საკმაოდ სამართლიანად, ძალიან იმედგაცრუებული არის თქვენით. მოკლედ, კიდევ ერთხელ შევაჯამებ, კარგი? თქვენი არაკეთილის მსურველი არის ადამიანი, რომელთანაც წარსულში ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ, ძალიან რა ვიცი, ანუ უახლოესი მეგობარი იყო და ქალი იყო, ძმაკაცი იყო, შეყვარებული იყო, ნათესავანი, ძალიან ახლო ურთიერთობა გქონდათ, ძალიან გენდობოდათ. და საბოლოო ჯამში ეს ადამიანი წავიდა თქვენგან, იმიტომ რომ რაღაც დიდი სულიერი დანაკლისი, სიმწირე, გულის ტკენა იგრძნო და წავიდა თქვენგან და გადაწყვიტა, რომ მეო უნდა ვიფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზეო, მაგალითად თუ მანამდე რომ იმუშავებდა, იმ ხელფასით ფიქრობდა, რომ საჩუქრები გაეკეთებინა თქვენთვის და სხვა საყვარელი ადამიანებისთვის, მაშინ უკვე გადაწყვიტა, რომ არა, მე რომ ვიმუშავებ, უკვე ჩემს თავს უნდა მოვახმარო ეს. ჩემი თავისთვის უნდა გავაკეთო საჩუქრები, ვთქვათ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კი მიიღო ეს გადაწყვეტილებები, კი წავიდა თქვენგან, კი მიაჩნია, რომ ეს ადამიანი თვითონ მართალია თავის გადაწყვეტილებაში.
ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, რომ თქვენგან წავიდა ნამდვილად სწორად მოიქცა, ასე თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, თქვენ გარეშე და თქვენნაირი მოღალატე ადამიანების გარეშე, თვითონ რასაც ფიქრობს, იმას გეუბნებით, ხო? იმედია გამიგებთ. ისიც იცის, რომ უნდა დაიწყოს და დაიწყო კიდეც რაღაც ეტაპზე მუშაობა და ცხოვრება საკუთარი თავისთვის პირველ რიგში. ისიც იცის, რომ თქვენ მიმართ როგორი ხისტი და მკაცრი დამოკიდებულებაც აქვს, სწორია, თუმცა უბრალოდ იცის ეს ყველაფერი და დამთავრდა. ნაბიჯს ვეღარ დგამს, ცხოვრებას ვეღარ იწყებს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სულიერ კრიზისს, სულიერ სიმარტოვეს, სულიერ დანაკლის, ფაქტობრივად სრულ პარალიზებას განიცდის. სრულ პარალიზებას განიცდის და შესაბამისად ეს არის თქვენი არაკეთილის მსურველი. ადამიანი, რომელიც, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, გადანაშაულებთ თავის ამ მდგომარეობაში. რომ ასე ატკინეთ გული, რომ წასვლა მოუწია თქვენგან, რომ ძალიან ატკინეთ გული და თვლის, რომ უღალატეთ. ღალატი მარტო ის კი არ არის, ხა პირადი პარტნიორი რო იყო და სხვასთან რო წახვიდე. არ ვიცი, თვლის, რომ უღალატეთ, როგორც ადამიანმა უღალატეთ. და ძალიან ცუდ, ამჟამად არის ეს ადამიანი ცუდად. ეხლა ვინც მიყურებთ, ხო, ვინც პირველი ვარიანტი ჩაიფიქრეთ, თქვენი არაკეთილის მსურველი არის ის თქვენი უახლოესი, წარსულში უახლოესი ადამიანი, რომელსაც რაღაც აწყენინეთ და მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს ადამიანი ძალიან დიდ სულიერ სიმარტოვეში, სულიერ სიმწირეში და აბსოლუტურად მარტო, მიტოვებულად, მიგდებულად და განადგურებულად გრძნობს თავს. და გაჭედილია ცხოვრებაში, ვერ აგრძელებს თავის ცხოვრებას, არ შეუძლია. იმიტომ რომ ეს ტკივილი იყო ძალიან დიდი მისთვის. ეს არის თქვენი არაკეთილის მსურველი. ერთ დროს თქვენთვის ის იყო საყვარელი და ძვირფასი ადამიანი და მისთვის კიდევ თქვენი ყავით და ახლა კიდევ თქვენი არაკეთილის მსურველი გახდა და არის უკვე, იმიტომ რომ თვლის, რომ არის სწორად მოეკეცით და თქვენი ცხოვრება გაქვთ და რაღაცებს ახერხებთ თქვენი თავისთვის და აკეთებთ და ეს ადამიანი კიდე აბსოლუტურად გაჭედეთ თავის ცხოვრების გზაზე. ეს იყო პირველი ვარიანტი, ვინ არის თქვენი არაკეთილის მსურველი, მეგობრებო. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ენერგეტიკულად ვგრძნობ, რომ პირველი ვარიანტის წარმომადგენელი, ჯერ არ მომიღია ამომიტრიალები არკანი, პირველი ვარიანტის წარმომადგენელი თუ იყო ადამიანი, რომელიც თქვენგან მიყენებული ტკივილის გამო გახდა თქვენი არაკეთილის მსურველი, ან თუ თვითონ ესე გრძნობს, რომ იმდენად ეტკინა გული და იმდენად არასწორად მოეკეცით, რომ და მხოლოდ თქვენს თავზე იფიქრეთ და ის ემოციურად თითქოს მიაგდეთ, დაიკიდეთ, რაღაცნაირად თქვენსას ისწორებდით. და თუ ფიქრობს ეს ადამიანი იმას, რომ თქვენ უღალატეთ, არასწორად მოეკეცით და ამიტომ გახდა თქვენი არაკეთილის მსურველი, მეორე ვარიანტთან ძალიან დიდი ეჭვი მაქვს და დიდი შეგრძნებები მომდის, რომ ეს ადამიანი ბუნებით ძალიან ბოროტი იქნება. არკანის ამოტრიალება არ მინდა ენერგეტიკულად, იმიტომ რომ გრძნობ ძალიან დიდ სიბოროტეს. მაგრამ მოდი გავაგრძელოთ. მეორე ვარიანტი, ჩემო ძვირფასებო. ვინც აირჩია შავი ბეჭედი. ვინ არის თქვენი არაკეთილის მსურველი? არაკეთილის მსურველი. ენერგეტიკული შეგრძნებებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ამ არკანში არ ჩანს, რომ ცუდი ადამიანია, პირიქით უფრო აქტიური, მებრძოლი, რაღაცაში ლიდერი და წარმატებული ადამიანი, ანუ მისი გული და სული ამ შემთხვევაში აქ არ ჩანს, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ეს არის ძალიან ტოქსიკური ადამიანი. ძალიან ბოროტი, ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის, ყველაფერზე წავა გამარჯვებისთვის, ძალიან ეგოისტი ადამიანია. ვინ არის მეორე ვარიანტის არაკეთილის მსურველი? დამე კონკრეტი კარგად. კოშკი გადმოხდა?
აი ჩავატრიალებ და თუ საჭიროა მე ამოვა. ვინ არის მეორე ვარიანტის არაკეთილის მსურველი? ვინ არის? კარტიც არ memorჩილება, რა ხდება? ვინ არის მეორე ვარიანტის არაკეთილის მსურველი? მეორე ვარიანტის არა კეთილი. ეს არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეში შეგიშალათ ხელი. ან ცდილობს, რომ მუდმივად ხელი შეგიშალოს. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენი მიზნებისკენ სვლაში ან გაფერხებთ, ან უკვე შეგაფერხათ. ვინ არის ეს ადამიანი? ძალიან აგრესიული, დაუფიქრებელი, უაზრო, უტაქტო ადამიანია. ვინ არის ეს ადამიანი? კი ბატონო. გიღალატეთ ამ ადამიანმა უკვე? ვინ არის ეს ადამიანი, ვინც თქვენი არაკეთილის მსურველია? ვინ არის? არსებობს. კაი. კი ბატონო. მოდი აქვე მითხარი ამ ადამიანს რაიმე კარმა თუ უბრუნდება ამ ბოროტებისთვის, რაც მეორე ვარიანტს გაუკეთა. კი, მაინე რა მაგარი. რამე კარმა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კონკრეტულად რა შეეხება მისი კარმა? მისი კარმა. რა თემებს? რა თემებს? სად მოეწევა კარმა? სად მოეწევა? კაი, და საბოლოოდ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება? კარგი. არკანებს ცოტა ყველა არკანს არ უნდა ვაჩენდე, არ შეიძლება, მაგრამ კარგით. მეორე ვარიანტის არაკეთილის მსურველი ერთი ადამიანი არ არის, ბევრი ადამიანია და ავხსნი როგორი ადამიანები, ანუ ვინც მეორე ვარიანტი მიყურებთ, მხოლოდ ერთი არაკეთილის მსურველი არ არის, ბევრი არაკეთილის მსურველი ყავთ და ახლა აგიხსნით, ვინ არიან ესენი. ესენი არიან წარსულში უკვე მოღალატე, უკვე მატყუარა ადამიანები. ადამიანები, რომლებმაც წარსულში უკვე გაგიცრუეს იმედები, აი ესენი არიან. თქვენი არაკეთილის მსურველები, ანუ თქვენ იცით, ვინ არიან. წარსულში უკვე ძალიან ცუდად მოგექცნენ და ზოგადად ამ წაკბენებს და ამ გესლიან და დამოკიდებულებას ახლაც აგრძელებენ. ნახე, ეს თქვენი არაკეთილის მსურველი არის ძალიან манипуляტორი ადამიანი. манипуляტორია, მაგრამ ეს არის ადამიანი, მეგობრებო, რომელიც მართლა ყველაფერს იკადრებს. აი ყველა სიტუაციას შეაბრუნებს, შემოაბრუნებს უსასრულოდ. ეს არის ადამიანი, რომელიც თავის სასარგებლოდ ჭრის და კერავს
სიტუაციებს, ამბებს, როცა მოუნდება ადამიანი მისი დაქალია, როცა აღარ მოუნდება იტყვის, რომ აი დაქალი არ იყო, უბრალოდ შემოდიოდა ხოლმე, მეზობელი იყო, ხო არ გავაგდებდი. აი ხო ხდებით ადამიანი, რომელიც აი ესე ატრიალებს, შეატრიალებს და შემოატრიალებს ფაქტებს, როგორც არ ვიცი, არაფერი რა და ძალიან არაგულწრფელი, არამართალი, არა ნამდვილი ადამიანია. ეს ადამიანი არ არის ის რასაც და ვისაც გარშემო მყოფებს უჩვენებს თავის თავს. ეს საერთოდ სხვა ადამიანია. ეს არის ძალიან საშიში ადამიანიც ვიტყოდი. ეს ადამიანი ყველაფერზე წამსვლელობ, რომ აი ადამიანობისგან ძალიან შორს არის. ნამდვილად შორს არის. ამ ადამიანმა ისე დაგადარდიანათ, ისე დაგასევდიანათ, რომ ცხოვრების ხალისი ჩაგიკლათ. აბსოლუტურად ჩაგიკლათ ცხოვრების ხალისი. არაფერი აღარ გინდათ, აი თითქოს სამყაროსგან შემოთავაზებული შანსები, იმედები, არაფერი გული აღარ გაქვთ. აი აღარ გინდათ დაგყავათ, აი დაგტანჯათ აი ამ ადამიანმა. და იყურებით მომავლისკენ, დგახართ ასე და იყურებით მომავლისკენ, რომ იქნება რაღაცა შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში, რომ აი სად გავიქცე, სად წავიდე. ეკით წავიდე, აქეთ წავიდე, აი გაურკვევლობაში ხართ და ადგილიდანაც ვერ იწვრით. აი ამ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ამ საშნელმა ადამიანმა. ესე იგი, მეორე ვარიანტის წარმომადგენლები თქვენ ვინც მიყურებთ, ისედაც ძალიან კარგად იცით თქვენი არაკეთილის მსურველი ვინ არის. ძალიან კარგად იცით, იმიტომ რომ ამას გიკეთებდეთ ადამიანი სისტემატიურ რეჟიმში, ჩემზე კარგად, ესე იგი თქვენ იცით თქვენი არაკეთილის მსურველის ვინაობა, ხო? მაგრამ საქმე რაშია მეგობრებო გეტყვით. იცოდეთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი ძალიან დიდ იმედგაცრუებას განიცდის. უახლოეს პერიოდში ეს ადამიანი იქნება ისეთი განადგურებული, იმედგაცრუებული, აი რაღაცებზე ამყარებს ეს იმედებს და ყველაფერი დაექცევა. აი ძალიან დიდ იმედგაცრუებას დაარც გადაიტანს უახლოეს პერიოდში. შავი სამოსის შავი სამოსი მომხვდა ეხა თვალებში. შესაძლოა ვინმე დაკარგოს ამ ადამიანმა, ვინმე გარდაეცვალოს. ესეც არ არის გამონაკლისი, ნამდვილად შეიძლება. ვიღაცა ახლობელი. შეიძლება. და მინდა გითხრათ, რომ უკვე თქვენ დაგეწყებათ ისეთი წარმატებული, ისეთი ბედნიერი პერიოდი, რომ ეს ადამიანი საბოლოოდ ჩაიგდებს ენას, კი არა, აი ვეხარც მოგეკარებათ, იცი? აი თქვენ აქამდე ხო ძალიან ესე იბრძოდით და ებრძოდით ამ ადამიანს და თქვენ ზუსტად ვიცი, რა იცით რაზე ვლაპარაკობ, ხო? თქვენ აქამდე ხო ებრძოდით ამ ადამიანს, თქვენი სიტყვით და აი მაგრად დაუდგებოდით, ხა როგორც ეს კაცი ნახე, რომ განრისხებული მიაქანებს, მიაჭენებს თავის ცხენს და იბრძვის, ხო? თქვენ აქამდე ხო ებრძოდით რა ამ ადამიანს და თქვენი ენით, სიტყვით გაბრაზდებოდით, რაღაც სიტყვით ძალიან უხეშად, იმიტომ რომ სხვა გზა არ გქონდათ, ხა სხვანაირად არ ჩერდებოდა ეს ადამიანი და ხა რა უნდა გაგიკეთებინათ, ხო? მაგრამ რეალურად ასე მიდიოდა თქვენი დრო, იხარჯებოდა თქვენი ენერგია და ფაქტობრივად დროს და ენერგიას გიჭამდათ ეს პარაზიტი, ეს უსამართლო ადამიანი. მაგრამ იცი რა მოხდება? ნახეთ ჩემო ძვირფასებო. უნდა დაგანახოთ ახლა. უნდა დაგანახოთ. აი მას გადავდებ ეს დაგანახოთ. ეს ღარი ადამიანი მოვაშოროთ. თავარი დაინახეთ და შეიგრძენით ახლა. უმაღლესი არკანები. უმაღლესი არკანი ვარსკვლავი. უმაღლესი არკანი ბედის ბორბალი. უმაღლესი არკანი სამართლიანობა.
უმაღლესი არკანი იმპერატრიცა ქალი, იმპერატორი. უმაღლესი არკანი ეტლი. თასების სამიანი და უმაღლესი არკანი განდეგილი. ამდენი უმაღლესი არკანი ერთად არ არის ეს შემთხვევითობა. მაპატიეთ მეგობრებო, კიდევ გაციებული ვარ. ეს არ არის შემთხვევითობა, მეგობრებო. მოკლედ, მეორე ვარიანტის წარმომადგენლობა, მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში თქვენი ოცნებების ასრულება, აღმასვლა, ემოციური განთავისუფლება იწყება, იცით? ამ ადამიანისგან, ვინც ასე ცუდად გექცეოდათ, განთავისუფლება და მიზეშედეგობრიობა, ანუ კარმა ძალიან კარგად იცით, ხო? ესე იგი, რაღაცა კარმული ცხოვრებისეული ამბები დატრიალდება ისე, რომ ეს ადამიანიც მიიღებს თავისას და თქვენც ამდენი ტანჯვისთვის, განსაცდელისთვის უკვე დიდ არ ვიცი, ბედნიერებას მიაღწევთ, ბედის ბორბალი უკვე ტრიალებს იქითკენ, რომ კარმა ვინც რა დაიმსახურა ის მიიღოს. და ეს უკვე თქვენ ხართ არკანი იმპერატორი, ძალიან წარმატებული ბედნიერი და მოკლედ არ ვიცი, ძალიან დადებითი არკანებია. აი ძალიან დადებითი არკანებია. ამ ტოქსიკური ადამიანისგან მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დისტანცირდებით თქვენ, აუცილებლად მოგაშორებთ სამყარო ამ ადამიანს და უბრალოდ მოგაშორებთ კი არა, თქვენი წარმატებული ბედნიერი ცხოვრება იწყება, მართლა იწყება. რაც ამ ადამიანმა შეგჭამათ და გაგანადგურათ, იცოდეთ, რომ ასმაგი ბედნიერება და ასმაგი სიკეთე და ასმაგი წარმატება დაგიბრუნდებათ ამის სანაცვლოდ. ეგ კარგად იცოდეთ. აუცილებლად დაგიბრუნდებათ. თასების 6-იანიც ხო აქ იყო. ესე იგი, ძალიან დიდ მას მოგიტანთ ეს ამ ადამიანისგან განთავისუფლება გელოდებათ და უკვე ცხოვრებისეული წარმატება და ჯილდოები პირველი რა თქმა უნდა ამ გაშიდან გამომდინარე ის იქნება რომ ამ ადამიანს მოიცილებთ, მაგრამ მარტო ეგ არ არის. ძალიან დიდი ბედნიერება და წარმატება გელოდებათ, ეგ იცოდეთ. კარგი. სამყარო თქვენ გვერდით არის და გეტყვით რომ ეს ადამიანი წეგარო ვკითხე რომ რას მიიღებს მეთქი ეს ბუმერანგის სახით. აი პირდაპირ სამყარო არის ჩართული ამ პროცესში. პირდაპირ სამყაროს არკანი ამოვიდა. აი პირდაპირ ცხოვრება დაალაგებს აი ამ ყველაფერს და ეს ადამიანი იქნება იმდენად გაუბედურებულ მდგომარეობაში, წეგანაც ხო ამოვიდა და იმდენად დადარდიანებული, იმდენად მშფოთვარე, იმდენად განადგურებული, იმდენად დამწუხრებული. აი ყველაფერი, რასაც თავისი ბოროტი ტვინით გეგმავს, ხლართავს რაღაც სიტუაციებს, აი საკუთარ ტყუილებში თვითონვე აიხლართება. საკუთარ დაგებულ, სხვისთვის დაგებულ ნახეებში თვითონვე გაებმება. აი ძალიან რთულ პერიოდს გაივლის, აუცილებლად. ემოციური აფეთქებები ექნება, აი გაგიჟდება ემოციურად. ემოციურად გაგიჟდება ეს ადამიანი. მართლა გაგიჟდება. ეს თავისი რაღაც ფინანსური დამოუკიდებლობა და მე მაგარი ვარო და მე ყველაფერი მაქვს და ყველაფერს რო კადრულობს ამისთვისაც. ესეც გაუჩერდება, შეუწყდება. მოკლედ, თქვენ ვინც ახლა მიყურებთ, შეგიძლიათ შვიდად იყოთ. იმიტომ რომ თქვენ წვერვალს მიაღწიათ, თქვენ სატანჯოს გაუძელით და ამ ადამიანს უკვე გაუძელით, მორჩა. ეხლა უკვე სამყაროს დაელოდეთ რა. აი უბრალოდ დაელოდეთ. თქვენ დამშვიდდით, როგორც ახლა ეს კაცის და აბსოლუტურად დამშვიდებულია. თქვენ დამშვიდდით. თქვენს მწვერვალს უკვე მიაღწიეთ, იცოდეთ და სამყაროს დააცადეთ ყველაფრის დალაგება. ეს პროცესი იწყება. ყველაფერი დალაგდება, ყველაფერს დაალაგებენ სეციური ძალები, ენერგიები, ყველაფერს აბსოლუტურად განთავისუფლდებით, იცოდეთ, ამოისუნთქავთ, ახალ ცხოვრებას დაიწყებთ, ძალიან ბედნიერს, ძალიან წარმატებულს, ისეთ ადამიანს იპოვით თუ არ ყავთ, რომელიც ემოციურად გვერდით დაგიდგებათ. და ბოლო-ბოლო, რაზეც ოცნებობდით, რომ აი ნეტა თავისუფლება მაღირსა,
ნეტა სხვაგან ვიყო და ახლა სადაც ვარ იქ არ ვიყო და ყველაფერს გავაკეთებო და ნეტა მომეცე შესაძლებლობა რომ ჩემი ენერგია მოვახმარო ჩემს ცხოვრებასო და რაღაც სისრულეებში არ მეკარგებოდეს დრო ენერგია და ყველაფერიო აი ეგ ნეტა გისრულდებათ ამ გაშლის მიხედვით ეს იყო ზურფასებო მეორე ვარიანტი მინდა გთხოვოთ რომ ძალიან პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა კომენტარებისთვის, გულწრფელი მადლობა. მიხარია რომ მიყურებთ, მისმენთ, მოგწონთ, გაინტერესებთ და ყველა კომენტარს ვკითხულობ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ლაიქებისთვის. ეს ზოგადად მაქსიმალისტი ადამიანი ვარ და ნებისმიერ ადგილას თუნდაც სწავლების დროს ყოველთვის მიყვარდა მაქსიმალურად მაღალი ქულები. აქაც ჩემს YouTube არხზე მაქსიმალურად მაღალი ციფრები მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომ ვისაც გინდათ რომ მას სიამოვნოთ და გამახაროთ და გამაბედნიეროთ, აუცილებლად დაალაიქეთ. დისლაიქების ავტორებსაც მოგმართავთ. თქვენს დიდი მადლობა. ძალიან ცოტანი ხართ. თითო ერთი ადამიანია სხვათა შორის, რომელიც რაღაცა ყველა ვიდეოზე ისტერიკულად გამოხატავს თავს და მე კი ვხვდები ვინც ხარ. მაგრამ იცოდე რომ ვერაფერს ვერ დავაკლებ შენი ერთი ცალი დისლაიკით. მოკლედ, ასევე მინდა გითხრათ რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ მეგობრებს. თქვენ თვითონ იცით ვის სჭირდება მსგავსი ინფორმაციული ეზოთერიული ვიდეოები, გაშლები, ვისაც აინტერესებს. ზოგადად ამ რაღაცას ვერავის ვერ დააძალებ, ხო ეგრე? ანუ შენ უნდა მოგწონდეს და შენ უნდა გსიამოვნებდეს იმ ადამიანის გაშლილის მოსმენა. ამიტომ უბრალოდ გაუზიარეთ ადამიანებს, რომ იქნებ მეტი ადამიანია კიდე, ვისაც სჭირდება ჩემი ვიდეოების მოსმენა, ჩემი ხმის გაგონება, ხო? რატომაც არა. მაგისთვისაც ვაკეთებ ზუსტად ამ ყველაფერს, რომ ვისაც სჭირდება ეს ყველაფერი მათ მოისმინონ, ხო ესეა? ამიტომ გაუზიარეთ მეგობრებს და ძალიან გთხოვთ. მე მესმის რომ ზოგჯერ არ არის ის პასუხი, რაც თქვენ გაგიხარდებათ. ხა მაგალითად პირველი ვარიანტის წარმომადგენლებმა გთხოვთ არ დამიწყოთ კომენტარებში დაწერა რომ როგორ გეკადრებათ, ეხა მე მაგისთვის არაფერი დამიშავებია და ასე შემდეგ. ის ადამიანი რასაც ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით, ზუსტად ის გავაჟღერე. ამიტომ მე არაფერს არ ვიგონებ, მე ვკითხულობ არკანებს. მე შევიგრძნობ არკანებს და ამ ყველაფერს გიყვებით. დანარჩენი ახლა ყველა ადამიანმა ვიცით, ვინ ვართ მართალი და ვინ არ ვართ მართალი რაღაც გარკვეულ სიტუაციებში. ეს არის და ეს ჩემო ძვირფასება. მიაქციეთ ყურადღება არაკეთილის მსურველებს. არაკეთილის მსურველი განსაკუთრებით ახლობლის და საყვარელი ადამიანის ტყავში გადაცმული. ყველაზე საშიშია ადამიანი არის, იმიტომ რომ გაჭირვებისა და რთული პერიოდების ჟამს ზუსტად მაშინ როცა აბსოლუტურად არ ელოდებით, მაშინ დაგარტყამთ ყველაზე მძიმე წერტილში. ამიტომ ძალიან კარგად დააკვირდით ადამიანებს, დააფიქრდით, არ ვამბობთ არავინ იმას, რომ არ უნდა ვენდოთ ადამიანებს, უნდა ვენდოთ თუმცა ძალიან დაკვირვებით. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა.